ქუთაისში თბილისელი ტაქსის მძღოლების მხარდასაჭერად დაგეგმილი სოლიდარობის აქცია ჩაიშალა. აქციაზე, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით ტარდებოდა, მხოლოდ 2 მძღოლი გამოცხადდა. ქუთაისისაგან განსხვავებით მასშტაბური აქცია მოეწყო თბილისში ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს თბილისის მერიის მიერ მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები. რეგულაციები ჯერ მხოლოდ თბილისს ეხება, როგორც ჩანს, ეს გახდა კიდეც კოლეგების მიმართ ქუთაისელი ტაქსისტების გულგრილობის მიზეზი, მიუხედავად მათთვის ინფორმაციის მიწოდებისა. თბილისში მოგეხსენებათ სატაქსო რეგულაციები შემოაქვს ბანდიტ კახიკალაძეს შესაბამისად ეს რეგულაცია 10,000-ობით ადამიანს ტოვებს სამუშაოს გარეშე. ეს სამუშაო ამ ადამიანების შექმნილია და არანაირი უფლება არ აქვს არც ერთ ხელისუფალს მას წაართვას ეს სამუშაო ადგილი. შესაბამისად, თუ თბილისში მოერივნენ ამ ადამიანებს, ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ეს მოედება მთელ ქვეყანას, მათ შორის ქუთაისს და სხვა რაიონებსაც. ამდენად ქუთაისის გარკვეული ნაწილი ტაქსის მძღოლებისა არის სოლიდარული თბილისში მიმდინარე აქციისა. აქედან უცხადებთ სოლიდარობას და ვაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ მახინჯ გადაწყვეტილებებს.